მოგესალმებით. მე ვარ თეკლა თოთლაძე, პროფესიით პედაგოგი. დავიბადე და გავიზარდე ქარელში და თითოეული კუთხე-კუნჭული განსაკუთრებულად მიყვარს. სწორედ ამ სიყვარულის გამო შევიძინე ახალი პროფესია და გავხდი გიდი. მიხარია რომ დღეს ვარ გადაცემის ჩემი კუთხის მასპინძელის წამყვანი. სანამ კულინარიაზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვიფიქრეთ, რომელ ადგილზე წამეყვანეთ და რომელი ადგილი მერჩვენებინა თქვენთვის. ქარელში 150-მდე ეკლესია მონასტერია და თუ რომელი ადგილი ავარჩია და რატომ, ამას ადგილზე გაჩვენებ. მოვედით ორთუგნის დედათა მონასტერში. მიუხედავად იმისა, რომ ქარელში ძალიან ბევრი კულტურული ძეგლია, ეს ადგილი ავარჩიეთ იმიტომ, რომ სწორედ ეს იყო ქართლის თავადაზნაურთა რეზიდენცია. აღსანიშნავია, რომ აქ ცხოვრობდა ცნობილი მეცნიერი ზაზა ფანასკერტელი, რომელმაც შექმნა ყველასთვის ცნობილი სამედიცინო წიგნი კარაბატინი. სტუმრად ვართ ბოკნეთში ნია ხაჭაპურიძესთან. ნია, ძალიან მომეწონა ეს გარემო და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ხეობა განსაკუთრებულად დაიტვირთა ტურისტულად და შენი ბავშვობის სახლი აქცია ტურისტებისთვის საკმაოდ საინტერესო ადგილად. შეგიძლია მოგვიყვე, როგორ მოხვედი აქამდე? სასიამოვნოა პირველ რიგში შენი სტუმრობა. როდესაც ტურისტულად აქტიურად დაიტვირთა ჩვენი ხეობა, საჭიროება გახდა განთავსების ობიექტისა და ოჯახთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო და ჩემი ბავშვობის სახლი, სადაც საუკეთესო დროს ვატარებდით, გვექცია სხვა ადამიანებისთვის ემოციების სახლად. რომელი კერძებით უმასპინძლდები ხოლმე შენთან მოსულ ტურისტებს? ძირითადად უმასპინძლდებით ხოლმე, როგორც არის ხალიფაფა, რასაც დღეს მოგიმზადეთ, ეს არის საუზმის კერძი. შემდგომი არის ტყემლი შეჭამანდი, შეჭამანდებით საკმაოდ ცნობილი არის შიდა ქართლი და დღეს ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ და მესამე არის საკმაოდ გემრიელი და არომატული ქუმელა, რომელიც დამზადდება პურის მარცვლის ნაფხვენისგან და შაქარწყლისგან. შენთან მოსულ ტურისტებს რამდენად აქვთ ინფორმაცია ქართულ სამზარეულოსთან დაკავშირებით და თუ გთხოვენ რომელიმე კერძის მომზადებას? უცხოელი ტურისტები მით უმეტეს წინასწარ არჩევენ ჩვენ სასტუმროს სოფლის ტურიზმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აინტერესებთ როგორ ცხოვრობთ ადგილობრივები და ყოველდღიურობა როგორია ჩვენი. აქედან გამომდინარე აქვთ ინტერესი ჩვენი სამზარეულოსიც და ყოველთვის ვცდილობთ რომ გავუკეთოთ ისეთი კერძები, რომელიც ჩვენთვის ძალიან გემრიელი არის. მათთვის განსაკუთრებული კერძი შეიძლება იყოს ძალიან უბრალოდ დამზადებული ვახშმისთვის ერთი სალათი. ერთ-ერთი ესეთი მაგალითი შემიძლია მოგიყვეთ, იტალიელი ტურისტი ყავდა, რომელიც ბახმაროდან გადმოვიდა ველოსიპედით, ანუ თან იარა, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებდა ჩვენი გარემო. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძამას ხეობა არის საქარავნო გზა ძველი და ძალიან ბევრი ლოკაციიდან შეუძლია ტურისტს რომ დაუკავშირდეს მას და აქ მოსვლის შემდეგ მთხოვა რომ გამეკეთებინა ძალიან უბრალო მარტივი კერძი, რომელსაც მიხვდებოდა ჩვენ კულტურას, ტრადიციას და გემოებს გაეცნობოდა. გავუკეთე საღამოს შემწვარი ბადრიჯანი, უბრალოდ შეკმაზული იყო ნივრით და ქინძით და რო წარმოვიდგინოთ რაღაცა ექსკლუზიურს რო ვაგემოვნებთ ხოლმე ჩვენ, თქვათ იტალიაში როცა ჩავალთ ან პიცას, მსგავსი იყო მისთვის აღფრთოვანებული წავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ესე ხშირად არ ვიყენებთ ქინძს საჭმელში, ამიტომ ძალიან მოეწონა. ჩვენი ხეობა განსაკუთრებულად ლამაზია ყველა სეზონზე, ესე კონკრეტულად ვერ გამოვყოფთ ვერცერთ სეზონს. თუმცა ტურისტებისთვის ყველაზე აქტიური სეზონი რომელია, როდის უფრო გსტუმრობენ? ტურისტულად უფრო დატვირთული არის ამ ბოლო წლებში, რაც კოვიდის შემდგომ, რაც შესაძლებლობა მოგვეცა, რომ უფრო აქტიურად ჩავთვლილიყავით ტურისტულ საქმიანობაში, გაზაფხული და შემოდგომა. მაშინ, როდესაც იღვიძებს ბუნება და ძალიან ბევრი ლამაზი მწვანე ფერია, იმიტომ რომ შერეული ტყე გვაქვს აქ და შემოდგომით განსაკუთრებით, იმიტომ რომ იწყებს აჭრელებას, ფერადდება და ბევრი ლამაზი ყვითელი და წითელი ფერები გვაქვს. შეგიძლია გვიანბო რა არის? ეს არის დაახლოებით 1 საუკუნე
საუკუნის ხელის წისქვილი, რომელიც წინაპრებმა შექმნეს და დაამზადეს. ტრადიციული ხელსაწყოა, რომელსაც იყენებდნენ სხვადასხვა მარცვლეულის დასაფქვავად. წლების განმავლობაში თაობიდან თაობას გადმოგვეცემოდა და მთელ ბიძაშვილობაში, ვისაც სჭირდებოდა ხელის საფქვავი, ესე შემოივლიდა ხოლმე მორიგეობით. დღეს აქტიურად გამოვიყენებთ ორი კერძის დასამზადებლად. ერთი არის ხალიფაფა, რომლისთვისაც მომზადებულ პური მარცვალს, რომელიც მოხალული არის, ჩავყრით, დავღერღავთ, მსხვილი ნაწილი რაც იქნება, ანუ დაღერღილის მსხვილი ნაწილს გამოვიყენებთ ხალიფაფისთვის, ხოლო უფრო წვრილად რაც დაიფქვება, იმას გამოვიყენებთ ქუმელასთვის, რომელიც არის ადგილობრივი ტრადიციული ტკბილეული სახეობა. ხალიფაფა იდეალური კერძია დილის საუზმისთვის, მისი მთავარი ინგრედიენტი არის მოხალული პურის მარცვალი, ხორბალი იგივე. მე მისთვის ვიყენებ ხელის წისქვილს, სადაც ჩვენ ჩავყრით ამას და დავქვავთ, თუმცა მაყურებელს შეუძლია ის უკვე დამზადებული დაფქვილი შეიძინოს მაღაზიაში. ამ დაფქვილთან ერთად გვჭირდება მთავარი ინგრედიენტი არის რძე, რომელთან ერთადაც უნდა ჩაიხარშოს და ზოგი გემოვნებიდან გამომდინარე, ზოგ შეუძლია რომ მარილით მიირთვას, ზოგ შეუძლია რომ დაატკბოს. მოდი ახლა ჩავყაროთ ერთად და დავიწყოთ მისი კი, აუცილებლად უნდა დამეხმარო მისი დამზადების პროცესი. ჩავყაროთ ახლა რამდენიმე კოვზი. ეს უნდა დაიღერღოს. მსხვილი მარცვალი რაც დაგვრჩება აქედან უნდა გამოვიყენოთ ხალიფაფისთვის. შეგიძლია? კარგი, მაშინ მე დაგიჭერ და შენ დაატრიან. ვამოძრავებ. როგორია? პროცესი მართლა საკმაოდ საინტერესოა. ზემოდან კარგად ყველაფერი იქნება. და ნახეთ, უკვე დაიწყო დაღერღვა ამან. და ამას შემდგომ გავცვლით ჩვენ და გადავარჩევთ მსხვილ და წვრილ ნაწილებად. შენ თამაშობ ტურისტებს რამდენად აღებინებ ხოლმე პროცესში მონაწილეობა და თუ ამზადებ ხოლმე და ძალიან აინტერესებთ, იმიტომ რომ ჩვენი კულტურის შესასწავლად ჩამოდიან ისინი და მათთვის არის თვითონ პროცესი უფრო საინტერესოა, ექსპერიმენტია პრაქტიკულად და ახალ გამოცდილებას იძენებ. ნია, ფორგინა შეგასწავლო და თან მეც სინჯავა, როგორ გამომივა. ძალიან დამიღალა და კარგი იქნება. მოდი გადავცვალოთ აბა ადგილები. მოდი. ჩავთვალოთ, რომ შენც უცხოელი ტურისტი ხარ. აბა მიდი. თუ შევცვლებ. მიდი. საკმაოდ რთული ყოფილა. მე უკვე ხელი ნაწილობრივ მიმეჩვია და თუმცა საინტერესოა. კი, მაგრამ რთულია. ნია, სიმართლე გითხრა, მეტი მართლა აღარ შემიძლია და გავჩერდით. არ ეყოფა? კი. ეყოფა უკვე საკმარისია, მადლობა დახმარებისთვის. მოკლედ. მადლობა შენ რომ ცადე და გავაკეთებ ეს. პირველი ეტაპი დასრულდა ამის, ახლა გადმოვიღოთ უკვე და დაგჭირდება დაგიჭერ გინდა? კი, ესე ცირცობლივად უნდა გადმოვიღოთ. აი, ასე. დავასრულეთ ჩვენ უკვე დავქვა და ამისთვის საჭიროა საცერი აუცილებლად, რომ გადავანაწილოთ მსხვილ და წვრილ ნაწილებად და შემდეგ უკვე მოვათავსოთ ქვაბში რძესთან ერთად. ერთ საუკუნეზე მეტის არის ეს ქვები და პაპაჩემების გამოთლილია. ეხლა უკვე გავცრათ, შენ ხო არ გირჩევნია? მოდი მე ვსინჯავ. აბა მოდი. შენ კონტაპლა იყრება ცოტა, არა? საკმარისია მეტ. ეხლა უკვე აი ეს მსხვილი რაც არის დაღერღილი, გადავიტანოთ. მოვათავსოთ ჩვენს ქვაბში. გადავანაწილეთ ჩვენ მსხვილ და წვრილ ნაწილებად და ეხლა უფრო მსხვილი დაქუცმაცებული ნაწილი რაც გვაქვს, ამას მოვათავსებ ქვაბში. მე უკვე თვალის ზომით ვაკეთებ ამას დაახლოებით რამდენი სჭირდება, მაგრამ 500 გრამისთვის სრულებით საკმარისია ერთი ჩაის ჭიქით რძე. ამას ძველად უშვებოდნენ ხოლმე ერბოს, თუმცა დღეს უკვე კარაქს ვიყენებთ ცხიმიანობისთვის. გემოვნების საკითხია, შეგიძლიათ რომ დაატკბოთ ან მარილთან ერთად. ახლა რძის ჯერია? კი, რძის ჯერია. ჩვენ თვალის ზომით ჩავასხათ, მოდი. კარგი.
ეს რძეც არის ჩვენი ფერმიდან. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ გქონდეს ეს კონცეფცია farm to table, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც მზადდება ჩვენთან ფერმაში, რაც მოყვავს, ბოსტანში რაც მოყვავს, ვცდილობთ, რომ მომხმარებლამდე მივიტანოთ ზუსტად ის პროდუქტები და ჩვენივე დამზადებული ინგრედიენტებით შევთავაზოთ მერე სხვადასხვა ტიპის საკვები. როგორც ვიცით, ზოგადად ტურისტებისთვის უფრო სახალისოა ხოლმე, როცა ამ ყველაფერში თვითონვე იღებენ მონაწილეობას, თუნდაც ადგილზე ეკრეფენ მწვანილს და თვითონვე ხედავენ იმ ყველა პროდუქტს, რითაც შემდეგ ამზადებენ საკვებს. შენთან რამდენად ხდება ეს შენ სასტუმროში? წინ ვამუშავებთ ხოლმე პატარა ნაკვეთი გვაქვს, სადაც მოყვავს თითქმის სოფლისთვის დამახასიათებელი, რაც ჩვენთან მოდის ბოსტნეული და ხილი და ამ პროცესშიც აქტიურად ვთავთ ხოლმე მომხმარებელს. განსაკუთრებით, როდესაც ქალაქიდან გსტუმრობენ, ან უცხოელი ტურისტი როცა არის, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შეხება თუნდაც კარტოფილი როგორ მოდის, ხო, ეს ჩვენთვის ძალიან ელემენტარული არის სოფელში მაცხოვრებლისთვის, ამიტომ ყველაფერი მათთვის არის საინტერესო და ვცდილობთ რომ გავამრავალფეროვნოთ და მათი ერთი დღე სოფელში იყოს ნამდვილად სოფლური და სახლური ისე როგორც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. აბა რას ვაკეთებ შემდეგში? ახლა ეს უნდა მოვათავსოთ უკვე ცეცხლზე და დამზადების პროცესში, როდესაც უნდა შესქელდეს ეს მასა და ესეც გემოვნების საკითხია ჩვენ უფრო თხელი გვენდომებად უფრო სქელი. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ შაქარი ან მარილი და კარაქი ცოტა. გადავიდეთ შემდეგ კერძზე და გითხარი რას გვიმზადებ. ეხლა დაგიმზადებთ ქუმელას, ეს არის ადგილობრივი ტრადიციული ტკბილეული, ძირითადად მთიანი დასახლებისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენ წეღან რო დავქვით და ნაწილი ხალიფაფისთვის უფრო მსხვილი მასა გავუშვით. ეხლა უკვე ეს წვრილად რაც არის დაღერღილი, ამას შევურევთ შაქარ წყალს, ასევე შესაძლებელი არის რომ თაფლიანი წყალიც გაურიოთ ამაში. კარგად ავზელთ ერთმანეთში და შემდეგ უკვე ფორმას სურვილისამებრ მივცეთ. ჩვენ პატარა მრგვალი ფორმები მივცეთ და უგემრიელესია, ასევე ძალიან ბევრი ვიტამინით არის სავსე და სასარგებლო არის ორგანიზმისთვის და ჩვენი წინაპრები ამას წარმოვიდგინოთ, როგორც ჩურჩხელას მიირთმევდნენ და ენერგიით ივსებოდნენ, მსგავსი დანიშნულება ჰქონდა ქუმელას. მოდი მე მოგეხმარები. კი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელიდან ვარ, ფოთაშორის მე პირველად გავიგე ამ ნუკვარის შესახებ და მიხარია, რომ აი ამ გადაცემის მეშვეობით და შენთან სტუმრობის მეშვეობით შევიდრე. აუცილებლად დავაგემოვნებ და ვეცდები სახლში შენი რეცეპტით გავაკეთო. კი, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენთან უკვე დღესდღეობით იმდენი ტკბილეული არის, რომ მივივიწყეთ ჩვენი ტრადიციული ნატურალური ტკბილეული რაც არის. ამიტომ მიხარია ხოლმე, რომ ესეთ რეცეპტებს მეც ვეძებ, რა თქმა უნდა, მეც არ ვიცი ყველა ადგილობრივი რაც არის დამახასიათებელი, ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა წიგნებს, ასევე ვეკითხები უფროს თაობას და ვცდილობ, რომ გავაცოცხლო ისინი და მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ ესეთი სიურპრიზები დავახვედროთ ხოლმე. აი რომ დავაკვირდეთ, ნახე როგორ გასქელდა და შეიკრა მასა. ჩვენი ქუმელა საკმაოდ შესქელდა და ცოტა ხანში კიდევ კარგად რომ შეიშრობს, უკვე შესაძლებლობა გვექნება რომ მივუცეთ ფორმა. ფორმის მიცემის შემდეგ რა ხდება? ფორმის მიცემის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაგემოვნოთ ის. ანუ არც მუხარშვა ჭირდება, არაფერი არ სჭირდება, ეს უკვე დამზადებული არის. და შეგვიძლია დავაგემოვნოთ. ეს გავს დაახლოებით როგორც არის აჭარისთვის ხალვა. მსგავსი ტიპის და გემოვნურათაც გავს. მოდი ახლა მივცეთ აბა ფორმა, როგორი გამოვა და მე უკვე დავაგემოვნოთ. ფორმაც გემოვნების, რა ვიცი, საკითხია სურვილიდან გამომდინარე, შეგვიძლია ფორმაშიც ჩავსვათ, მაგრამ ჩვენი წინაპრები ძირითადად აი ესეთ მრგვალ ფორმებს აძლევდნენ ხოლმე. ბავშვების საყვარელი ნუგბარი იყო, როდესაც ბებო ამზადებდა ამასო, რიგში ვიდექით შვილიშვილებიო, იმდენად გემრიელი იყო და ერთი სული მაქვს გადაღება, მოჩესო დავაგემოვნო. დავაგემოვნოთ, აბა ერთად რამდენად მოგეწევებათ. ყველა ხო თანამედროვეებს კერძებს დღეს ძველ კერძებს თუ შეიძლება შენი აზრით რამე დაუმატოთ, რითაც გათანამედროვდება და ახლებური იერსახე ექნება და არც თავის გემოვნურ თვისებებს დაკარგავს. შეგვიძლია ამას ქოქოსით დაუმატოთ, შიგნით ნუშიც დაუმატოთ და უფრო არომატული და მრავალფეროვანი გახდება. ეს უკვე მაყურებელზე და ჩვენზე არის დამოკიდებული. გემოვნებაზეა დამოკიდებული. როგორ გავამრავალფეროვნებთ მას. გემო ნამდვილად პიკანტური აქვს. განსხვავებული ხო?
კი, მართლა საოცარია. და გემოზეც ეთყობა, რომ ვიტამინები რაღაცნაირად ეთყობა, რომ ვიტამინები უნდა იყოს. კი. ანუ ეს კიდე უფრო მკვრივი რო ყოფილიყო, დაიმატებდა დაღერღილს, თუმცა ესეც საკმაოდ არომატული იქნება დარწმუნებული. მადლობა ნია. ჩვენი შემდეგი კერძი არის შეჭამანდი, ტყემლი შეჭამანდი. ქართლში საკმაოდ ცნობილი არის შეჭამანდები სხვადასხვა ტიპის. იმიტომ რომ როგორც ვიცით, შიდა ქართლში ძირითადად მოყავდათ ხოლმე ჩვენ წინაპრებს და ახლაც ხილი და ბოსტნეული. ამიტომ ხშირად იყენებდნენ ხოლმე საჭმლის დამზადების პროცესში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ინახავდნენ და შემდეგ უკვე იყენებდნენ ყოველდღიურობაში მას. Რა თქმა უნდა, ცოცხლათაც შეიძლება მათი გამოყენება და მათი დახმარებით შეჭამანდის გაკეთება, თუმცა ჩვენ უკვე დამზადებული ტყემლით გავაკეთებთ დღეს შეჭამანს. ტყემალი უნდა გავხსნათ წყალთან ერთად და შემდეგ უკვე მას გავურიოთ ფქვილი, მარილი, ნიგოზი დაფქვილი, წინასწარ მომზადებული, ხმელი ქინძი და უკვე მომზადების დასასრულისკენ რო იქნება ცოცხალი ქინძი და ნიორიც უნდა შევურიოთ ერთმანეთში. დავიწყოთ ახლა მომზადების პროცესი. აი ჩემთვის მაგალითად ნიგოზის სიახლეა. აი როგორც ჩვენთვის მეც ბებოსგან ვიცი რეცეპტიდან ბებოსგან მე დედა მისწავლა და დედასგან მე და ჩვენ ვამზადებთ ხოლმე ძალიან ხშირად მარხვებში უფრო ხშირად შინდისგან. ბებო დაამზადებდა ხოლმე კერკს, შინდის ჩირს და იმისგან ვამზადებდით ხოლმე და ძალიან გემრიელი გამოდიოდა, თუმცა ნიგოს არასდროს უკეთებდი ნამდვილად. ამის შემდეგ მეც ვეცდები და გავითვალისწინებ შენს რეცეპტს. ახლა ნიგოზი კიდე არომატულობას უფრო სცემს და ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მეც პირველად გავიგე, რომ ნიგოზის გარეშე ამზადებენ, ესე იგი დამზადების სხვადასხვა ტრადიციები არის შიდა ქართლშიც გავრცელებული და მაყურებლისთვისაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ანუ თუ მათ არ უნდათ რომ ნიგოზთან ერთად დაამზადონ, შეუძლიათ ისეც მის გარეშეც. შენ მაგალითად რო გითხრა ახლა რა პროპორციები დავამატე? ახლა ჩავყარეს სამივე ინგრედიენტი ერთად, ნიგოზი, ფქვილი, მარილი გემოვნებით და ასევე ხმელი ქინძი ერთად. ამას ერთმანეთში გადავურევ, ერთიანი კარგი მასა გამოვიდეს. და შემდეგ უკვე გადავიტან ამას წინასწარ წამოდუღებულ, ერთი უნდა წამოდუღდეს ტყემალში და წყალში, რომელიც ერთი შიგთავსი არის. შეგიძლია უკვე მორევის პროცესში ჩაერთო, მანამ მე უკვე გავამზადებ ქინძს. ესეც გემოვნებით და პორციას გააჩნია, იმის მიხედვით უნდა დავუმატოთ მწვანილი. რა დროს უმატებ მწვანილს? ბოლოს? მწვანილს უკვე ბოლოსკენ, როდესაც კიდევ ერთხელ წამოდუხდება, მე შეგვიძლია რომ ზევიდან მოვაყარო. განსაკუთრებულად როდის არის გემრიელი და საჭირო ჩვენწნიანი სჭამა? თუ არის რამე კონკრეტული მომენტი, აი ხო ვიცით რომ ბულიონი მაგალითად და ჩიხითმა იჭმევა, როცა ავად არის განსაკუთრებულად ასოცირდება, თუ არის რაღაცა კონკრეტული სიტუაცია, რასაც შეიძლება ჩვენწნიანი ასოცირდებოდა? განსაკუთრებულად ჩვენი წვნიანი ტყემლის შეჭამანდი უშუალოდ კარგია ნაბახუსევზე, ხშირად მიირთმევენ მამაკაცები მას, იმიტომ რომ თავისებური სიმჟავე აქვს ტყემალს და სასიამოვნოა, მოკლედ გვეხმარება ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ხო, გასაკეთებლადაც ძალიან სწრაფი და მარტივია. მარტივი არის. კი ბატონო. ახლა უკვე წავიღოთ ჩვენი გამზადებული მასა, დავდოთ ცეცხლზე, დავალოდოთ როდის წამოდუღდება კიდევ ერთხელ და შემდეგ უკვე ჩავაყაროთ ნიორი და ზევიდან მწვანილი და რამდენიმე წუთში მზად არის ჩვენი კერძი. ნია, ძალიან დიდი მადლობა, რომ უმასპინძლე გადაცემას ჩემი კუთხის მასპინძელს. ამ შემთხვევაში მეც მასპინძელი ვიყავი და შენც, რადგან წარმოვადგენდით ჩვენს ქარელს ძამის ხეობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ შენ დამზადებულ საჭმელს შენივე რეცეპტებით დაამზადებენ ჩვენი მაყურებლებიც. სასიამოვნო იყო ძალიან შენთან სტუმრობა. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ რომ მესტუმრეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად შევძელით გაგვეცნო ჩვენი ხრისტის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები. მეც იმედი მაქვს, რომ მოეწონება ჩვენს მაყურებელს, გამოიყენებენ ჩემს რეცეპტებს და ისიამოვნებენ იმ გემოებით, რომელიც წლების განმავლობაში შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა.